ხვალ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს სოციალური პაკეტის მიღების შეზღუდული შესაძლებლობის მარჯვენალ დაკარგულებსა და პოლიტრეპრესირებულ პირებს თანხა დანამატის სახით 20%-ით დაეზრდებათ. ასევე კანონის ფარგლებში ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში ჯანდაცვის მუშაკებსაც მიეცემათ. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან ყოველთვე 1.8 ლარი გამოიყოფა. შეეხება თაში მაცხოვრებელ პენსიონერებს, რომელთა პენსია გახდება ნაცვლად 180 ლარისა 218 ლარი. სტატუსის მოპოვება შეეძლებათ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის პენსიონერებს, ამისათვის საჭირო არის გარკვეული პროცედურების დაცვა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში გამოცხადება და დარეგისტრირება. შეეხება ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ან როგორც მკვეთრად გამოხატულს, ასევე ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.